დღეს გეტყვით როგორ დავამარცხოთ საბოლოოდ შეკრულობა და რას ნიშნავს. რა არის ნორმა და რა არ არის ნორმა. ჯერ დავწყოთ იმით რა არის ნორმა. თუ განავალი არის რბილი, დეფეკაციის დროს ადამიანს არ აქვს ტკივილი და არ აქვს შეგრძნება რომ არასრულად გავიდა კუჩი და თუ გინდა სამჯერ იყოს დეფეკაცია კვირაში, თუ გინდა სამჯერ იყოს დღეში, ეს მიიჩნევა ნორმად. ეხლა რა არის შეკრულობა? შეკრულობა არის თუ განავალი არის მყარი, განავალი არის დანაწევრებულად მყარი, აი თხის განავალს თუ გავს ცუდი შედარება შეიძლება, მაგრამ როგორც შედარება სწორია, მაგრამ შეიძლება არასასიამოვნო. თუ კი ადამიანს კუჩი გასვლისას სჭირდება დაძაბვა, თუ კი კუჩი გასვლისას აქვს ტკივილი და თუ აქვს გრძნობა, რომ სრულად არ მოხდა დეფეკაცია, ანუ არასრული გათავისუფლების შეგრძნება თუ აქვს და თუ ადამიანი კუჩი გადის კვირაში 3-ზე ნაკლებად. აი აქედან ორს თუ აკმაყოფილებს, ეს უკვე მიიჩნევა შეკრულობად. ერთ-ერთი მთავარი მის კონცეფცია შეკრულებასთან დაკავშირებით არის, რომ ადამიანები თვლიან, რომ თუ კუჩი გადიან ყოველ დღე, ეს არ არის შეკრულობა. ზოგჯერ შეიძლება კუჩი გადიოდეს ადამიანი ყოველ დღე, მაგრამ უჭირდეს ძალიან, თუ კონდეს შეგრძნება, რომ დეფეკაცია უნდა და ეს ყოველი კუჩი გასვლა მოითხოვეს ძალიან დიდ ძალისხმევას, ენერგიას, სირთულეს, ესეც შეკრულობაა. ამას ქვია ფუნქციური შეკრულობა და ხშირია. ყველაზე ხშირი მიზეზები შეკრულობის არის, როცა ადამიანები არ არიან ფიზიკურად აქტიურები, ერთი, ადამიანს აქვს მაღალი სტრესი, წონაში ფლუქტუირებენ და ვარირებენ, დიეტობენ, მერე ბევრს ჭამენ, დიეტობენ, ასეთ ადამიანებს ხშირად აქვთ შეკრულობა და ადამიანები, რომლებიც იგნორს უკეთებენ ნორმალური დეფეკაციის სიგნალებს. მაგალითად, უნდა დეფეკაცია არ წავიდა ტუალეტში, შეიკავა თავი, მე კიდე შეიკავა და ამას შეიძლება გამოიწვიოს შეკრულობა. ასევე ზოგიერთი წამალი იწვევს, ასევე შეიძლება ზოგიერთმა დაავადებამ გამოიწვიოს, მაგალითად ფარსების ჯირკვლის პათოლოგიებმა, მაგრამ შედარებით იშვიათია მათით გამოწვეული შეკრულობა. უფრო ხშირად როგორც წესი არის ცხოვრების წესით და როგორც წესი გამოწვეული არის ნაკლები ფიზიკური აქტივობით და მეტი სტრესით. შეკრულობა არ არის კარგი, ან მთელი რიგი პრობლემები მოყვება, ამიტომ შეკრულობა უნდა ავიცილოთ თავიდან. არ ვიტყვი რაღაც ღრმა ასოციაციებს, არამედ ვიტყვი რაც დაპირდებადებს, შეკრულობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოროი, ბუასილის რო ვეძახით ჩვენ, შეიძლება გამოიწვიოს ნახეთქები, ანუსის ნახეთქები, შეიძლება გამოიწვიოს გაუვალობა, ანუ შეიძლება იმდენ გამყარდეს განავალი, რომ საერთოდ კუჩი ვეღარ გავიდეს ადამიანი და ეს ძალიან დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით ასაკოვნებში და შეიძლება გამოიწვიოს მენჯის კუნთების დისფუნქცია და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კორელაცია რაც არსებობს არის, რომ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ქრონიკული გაუვალობა, უფრო მაღალი აქვს რისკი კოლორექტალური სიმსივნის. ხო, რატო? იმიტომ რომ განავალი დიდხანს რჩება ნაწლავებში, ეს დიდი ხნის განმავლობაში ნაწლავებიდან მოქმედებს ტოქსინები, ოქსიდაციური სტრესი და ეს ოქსიდაციური სტრესი ადამიანს უჯრედებს და მერე იწვევს სიმსივნეს. პირდაპირ გავლენა არ აქვს, პირდაპირ გავლენა აქვს საკმაოდ დიდი და 50%-იანი ასოციაცია არის. ანუ თვითონ არა მარტო არა ის, რომ თქვათ შეკრულობა კი არ იწვევს სიმსივნეს, არამედ შეკრულობით გამოწვეული დიდხანს გაჩერებული განავალი აზიანებს ნაწლავებს და იგიწვევს სიმსივნეს. ეგ არის ერთ-ერთი მთავარი. მკურნალობის პრინციპებზე რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, პირველი მინდა ვთქვა ძალიან გარკვევით, ძალიან მკვეთრად, რომ როცა მკურნალობთ შეკრულობას, ყველაზე მთავარი ჩვენი მიზანი არის, რომ შეკრულების მკურნალობა იყოს ეფექტური და უსაფრთხო. და როცა ვამბობთ და უსაფრთხოს, ჩვენ არ გულისხმობთ ან უსაფრთხოს, ჩვენ გულისხმობთ და უსაფრთხო და მან წერტილი. ანუ მკურნალობა უნდა იყოს უსაფრთხო. ყველაზე ეფექტური საშუალება შეკრულობის მკურნალობის უსაფრთხოდ და ეფექტურად არის პოლიეთილენ
გლიკოლი. საქართველოში მაკროგოლი ქვია, ან მაკროგოლსაც ეძახიან და მაკროგოლის დასახელებით საშეტებია, მოკლედ საშეტები არის, ფხვნილია, გახსნი წყალში დალევ, დღეში ერთხელ დალევ, ან დღეში ორჯერ დალევ და შველის ძალიან კარგად. ძალიან ეფექტურია, გრძელვადიანად არის უსაფრთხო, არაფერს არ აშავებს. ეს არის ოსმოსური ლაქსეტივი ქვია, ოსმოსური ნიშნავს იმას, რომ მოკლედ ეს ფხვნილი იკავშირებს წყალს, მერე ეს წყალი არბილებს განავალს და ადამიანი გადის კუჩი ადვილად. ეს არის მოქმედების მექანიზმი, ამიტომ ეძახიან ოსმოსურს, იმიტომ რომ წყალს იკავშირებს. პოლიეთილენ გლიკოლი არის უსაფრთხო, არის ძალიან უსაფრთხო, არის ძალიან უსაფრთხო ხანგრძლივი მიღებისთვის, არის ძალიან უსაფრთხო ასაკონებისთვის, არის ძალიან უსაფრთხო იმ ადამიანებისთვისაც კი, ვისაც ნევროლოგიური დაავადებები აქვს. იმ ადამიანებს, ვისაც ნევროლოგიური დაავადებები აქვს, ზოგიერთი ძლიერი ლაქსეტივის გამოყენება არ შეიძლება ან არაეფექტურია. ამიტომ ამ დროს პოლიეთილენ გლიკოლი როგორც წესი არის გაიდლანების მიხედვით ერთ-ერთი პირველი, ძალიან ხშირად. დოზირება არის დღიური 10 გრამი, 10-დან 17 გრამამდეა თითო საშეტში, შეიძლება 1 ან 2 მიიღოს ადამიანმა, კუჩი გადის ადამიანი დაახლოებით 12 საათის მერე. ანუ საღამოთი თუ დალევს, მეორე დილისთვის გავა კუჩი როგორც წესი. ეს არის ნორმა. ოსმოსური ლაქსეტივები, როგორც არის პოლიეთილენ გლიკოლი, ამ შემთხვევაში არ ასტიმულირებს ნერვებს, ანუ ნერვს და სპაზმებს არ იწვევს მოკლედ ნაწლავებში, რაც კაია. ამიტომ ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევა. მათ შორის ხანგრძლივი გამოყენებისთვის, მათ შორის წლების განმავლობაში გამოყენებისთვის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მისი წლების განმავლობაში გამოყენება შეიძლება. ეხლა თქვათ მეორე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, ეს არის ამას ქვია ნაწლავების ტრენინგი. ნაწლავების ტრენინგი, ქართულად ნაწლავების გავარჯიშება, გავარჯიშება ნიშნავს რას? ქცევის კორექციას. ქცევის კორექცია ნიშნავს რას? რომ ჩვენ გვაქვს ესეთი რეფლექსი, ჭამის მერე იკუმშება ნაწლავები, მოკლედ ნერვული იმპულსი მიდის ნაწლავებთან და ნაწლავები იკუმშება, ნაწლავების შეკუმშვა ხდება ტალღისებურად, ისე რომ განავალი გადაადგილდება და ადამიანს უნდა ტუალეტში. ამას ქვია გასტროკოლიკური რეფლექსი. ჭამის მერე დგება ძირითადად 15-დან 30 წუთამდე. ძირითადად დილის კვების მერე. ამიტომ, როცა იგრძნობთ ამ სიგნალს, რომ დილის კვების მერე გინდათ ტუალეტში, უნდა წახვიდეთ ტუალეტში დაჯდე. ეგ არის გამოსავალი. თუ ერთხელ იგნორს გაუკეთებ, ორჯერ იგნორს გაუკეთებ, 3-ჯერ და 10-ჯერ შეკრულობა დაგემართება. ან შეიძლება დაგემართოს. ამიტომ ნაწლავების ტრენინგი, გავარჯიშება ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი და იგივე დროს ყოველ დღე და ჭამის მერე. სასურველია დილით. ეგ არის საუკეთესო პრაქტიკა. მესამე მნიშვნელოვანი რისი გაკეთებაც შეგიძლიათ არის რეგულარული ფიზიკური აქტივობა. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, ნაკლებად აქვს შეკრულება. ხო, ეს არაა დაკავშირებული იმასთან, რომ ზოგს გონია, რომ ვარჯიშობ, ან ცეკვავ, ან დახტიხარ, ან რაღაცებით ვარჯიშობ, დაკავშირებულია იმით, რომ ნაწლავები ინჯღრება და მექანიკური სტიმულაცია ხდება. არა, ეგ არ არის. თავარი აზრია, რომ პარასიმპათიკური ტონი იზრდება მაგ დროს, ან ნერვული სისტემის ბალანსი, ავტონომიური ნერვული სისტემის ბალანსი იცვლება და პარასიმპათიკური ტონი იზრდება და მე როცა ადამიანი რეგულარულად ვარჯიშობს, უკეთესი ნერვული ფუნქციონირება ხდება ნაწლავების და ადამიანი გადის კუჩი. ეგ არის. საუკეთესო პრაქტიკა რა არის? მაგრამ საუკეთესო პრაქტიკა არის დღეში 30 წუთი ვარჯიში. ვარჯიში შეიძლება იყოს სწრაფი სიარული, შეიძლება იყოს სირბილი, შეიძლება იყოს ცეკვა, შეიძლება იყოს აერობული ვარჯიშები ან სხვა ნებისმიერი, ძირითადად აერობულ ვარჯიშებზე საუბარი. ახლა ვთქვათ, ყველაზე მთავარი საკვები, რომელიც უნდა მიიღო იმისთვის, რომ შეკრულება არ ქონდეს. პრინციპი არის, ყველაზე მთავარი პრინციპი არის ამ კონკრეტულ საკვებზე გადავიდოდე, რომ მიიღე ხილი და ბოსტნეული მეტი. ეგ ძალიან უმად პირდაპირ, რომ ეს ესეა, ნამდვილად ესეა, ადამიანები, რომლებიც მეტ ხილს და ბოსტნეულს იღებენ, ნაკლებად ემართებათ შეკრულება. ასე ხდება. ახლა რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები შეკრულობისთვის, შეკრულობის საწინააღმდეგოდ, შეკრულების მკურნალობისთვის? ქლიავის ჭირი. ქლიავის ჭირი და ზოგადად ჭირები, თუმცა ქლიავის ჭირი განსაკუთრებით ყველაზე ეფექტურია. ქლიავის ჭირი მოქმედებს როგორც ოსმოსური ლაქსეტივი. ქლიავის ჭირი იკავშირებს წყალს, შეიცავს სორბიტოლს და ქმნის განავლის მასასაც, არბილებს განავალს, პოლიფენოლებს შეიცავს და თვითონაც სასარგებლოა და ასტიმულირებს
კუჭის მოქმედებას. დილით ან საღამოთი მიიღება, ან დილითაც და საღამოთიც გააჩნია, როგორ არის საუკეთესო. მეორე ყველაზე ეფექტური საკვები, რომელიც ეხმარება კუჭში გასვლას, ეს არის კივი. კივი განსაკუთრებით მწვანე კივი. რატო აქტინიდინებს შეიცავს ფერმენტია, რომელიც ეხმარება კუჭში გასვლას და ასევე შეიცავს ხსნად ბოჭკოვანს, რომელიც ასევე არბილებს განავალს და ეხმარება განავლის ფორმირებას და განავალში წყლის შეკავებას აუმჯობესებს კივის დილით ან საღამოთი. ხო, თუ კივსაც მიიღებ და ქლიავის ჭირსაც, მთლად კარგი, ძალიან მაღალი ალბათობით ქლიავის ჭირის პლუს კივი უშველის ადამიანს ყოველგვარი წამლების გარეშე. სხვა საკვებიდან რა არის მნიშვნელოვანი? სილიუმი, ჩია, სელი, შვრია, ესენი ყველა შეიცავს ბოჭკოვანს დიდი რაოდენობით, უმეტესად შეიცავს ხსნად ბოჭკოს, რომელიც გელის ფორმირებას ახდენს. ეს გელი შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს იკავშირებენ, განავალს არბილებენ და ადამიანი ადვილად გადის კუჭში. ლობიოს მიღებაც რეგულარულად ჯამში კარგია, ოღონდ ლობიოს ახასიათებს შებერილობა. ამიტომ ეს დისკომფორტია ხოლმე ადამიანებისთვის. მსხალი ვაშლი კარგია, მსხალი ვაშლი შეიცავს სორბიტოლს, პექტინს, არბილებს განავალს და ჯამში ნაწლავის რეგულარულ მოქმედებას განაპირობებს და ფერმენტირებული რძის პროდუქტები, როგორც არის მაგალითად მაწონი, იოგურტი, კიმჩი, კეფირი, ესენი ეფექტურია, ოღონდ მცირედ ეფექტურია, რეგულარულად თუ მიიღებთ, კარგია, ნაწლავის მიკრობიომას გააუმჯობესებს, მათი დღიური მიღება სასურველი და კარგია. სხვა მნიშვნელოვანი საკვები დანამატები, დავიწყოთ ყველაზე უსაფრთხოთი, ყველაზე უსაფრთხო, აი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო არის მაგნიუმის ოქსიდი. მიიჩნევა ძალიან უსაფრთხოდ, თუ დეკომპენსირებული თირკმლის უკმარისობა არ აქვს ადამიანს, მიიჩნევა ძალიან უსაფრთხოდ. 400-დან 800 მგ-მდე დღის განმავლობაში ერთ ჭიქა წყალთან ერთად სასურველია საღამოთი, შეიძლება დილითაც მისდალო, მაგრამ სასურველია საღამოთი. დოზა დამოკიდებულია ეფექტი, ანუ თუ მიიღებ 800 მგ, შეიძლება 1000-იც მიიღო, უკეთესი ეფექტი აქვს, თუ მიიღებ 400 მგ, უარესი ეფექტი აქვს. არბილებს განავალს, რადგან ეს მაგნიუმის ოქსიდი იკავებს წყალს, წყალი არბილებს განავალს და ადამიანი ადვილად გადის კუჭში. ძალიან უსაფრთხოა წლების განმავლობაში გამოყენებისთვისაც შეიძლება და ძალიან უსაფრთხოდ მიიჩნევა. ერთ-ერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ არის, რომ თუ მაგალითად ლევოთიროქსინს ან ანტიბიოტიკებს იღებთ, ზოგიერთ ანტიბიოტიკს ან რკინის პრეპარატს, მათი შეწოვა შეიძლება შეამციროს და ამიტომ მათგან 2 საათით მოშორებით უნდა დალევთ. ამიტომ არის, რომ საუკეთესო პრაქტიკა არის საღამოთი დალია ძილის წინ მაგალითად და მეორე დილისთვის გახვალ კუჭში ადვილად. ხანგრძლივი გამოყენება შესაძლებელია და უსაფრთხოა, განსაკუთრებით შეტანილი არის იაპონურ გაიდლაინებში, იაპონური მედიცინა იცით, რომ ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში, ბევრი კვლევებია ჩატარებული მოკლედ და ყველანაირი დასკვნებით მივიდნენ იქამდე, რომ საუკეთესო არის მაგნიუმის ოქსიდი. შემდეგი მნიშვნელოვანი საკვები დანამატი პრეპარატი არის ლაქტულოზა. ლაქტულოზა მიიჩნევა ძალიან უსაფრთხოდ. ეს მიიჩნევა პრაქტიკულად ყველასთვის უსაფრთხოდ, განსაკუთრებით ასაკოვნებში, ოღონდ სუსტია ეს. შედარებით სუსტია, ესეც ოსმოსური ლაქსეტივია, ანუ წყალს იკავშირებს, ანუ ლაქტულოზა არის შაქრის ერთ-ერთი სინთეზური ფორმა, რომელიც არ იშლება და არ შეიწოვება მოკლედ და ფერმენტირდება შემდეგ ნაწლავებში კი იშლება ბაქტერიების მიმართ და იკავშირებს წყალს, ასევე ასტიმულირებს ნაწლავის მოქმედებას და ლაქტულოზაც ერთ-ერთი საუკეთესოა უსაფრთხოების მხრივ, ცოტა გვიან მოქმედებს, ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ ძალიან უსაფრთხოა და განსაკუთრებით მოხუცებში და განსაკუთრებით სხვა დაავადებები, ვისაც აქვს იმ ადამიანებისთვის, არის ძალიან გამოსადეგი და ძალიან კარგი. შემდეგი არის უკვე გადავიდეთ მეორე სახის ლაქსეტივებზე, ესენი ზევით რაც თქვი, ყველაფერი იყო ოსმოსური ლაქსეტივი, ანუ წყალს იკავშირებდნენ და განავალი რბილდება და ასე გადის გარეთ. ნერვებს არ ასტიმულირებს, მუცლის კრუნჩხებს არ იწვევს. ახლა გადავიდეთ იმებზე, რომელიც ნერვებს ასტიმულირებს. ესეთი არის ბისაკოდილი. ბისაკოდილი არის ესეთი სტიმულანტი, ძლიერი ლაქსეტივი, რომელსაც ძალიან მაღალი ეფექტურობა აქვს, თითქმის 80%-იანი. პირდაპირ ბისაკოდილი ასტიმულირებს ნერვებს, ნაწლავის ნერვებს, მოკლედ და მსხვილი ნაწლავის ნერვს და იწვევს სპაზმს ნაწლავების და ადამიანი ადვილად გადის კუჭში. არის ძალიან ეფექტური.
ეს მოქმედებს პირდაპირ ნერვებზე უფრო ძლიერი, უფრო სწრაფი მოქმედება აქვს, 5-10 მილიგრამი ერთხელ დღეში გამოიყენება, ძირითადად საღამოთი და რამდენიმე საათში აქვს მოქმედება. ზოგი ადამიანი უცებ გადის კუჩში, შეიძლება გავიდეს წუთებში, ზოგი ადამიანი მეორე დილით გააჩნია ადამიანს, ეგ არის ყველაზე მთავარი. ბისაკოდილის შემთხვევაში ის უნდა გაითვალისწინოთ, რომ ენტერული გარსით გამოდის ძირითადად ტაბლეტები და ამიტომ ეს ტაბლეტები არ უნდა გატეხო, არ უნდა დაფშვნა, უნდა დალიო ისე რომ კუჭი არ გაიღიზიანო. აი ეს ამნიშნულოვანი რომ მივიდეს ნაწლავებამდე მიაღწევს, ნაწლავებში არის მისი მოქმედების ადგილი და არ უნდა მიიღო რძესთან ერთად ან ანტაციდებთან ერთად. ესეც გასათვალისწინებელია. ბისაკოდილის გამოყენება არ არის სასურველი ყოველ დღე, ბისაკოდილი ამიტომ შეყვანილია კი გაიდლაინებში, შეყვანილია გაიდლაინებში როგორც ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არის როგორც rescue therapy ქვია, ანუ მაშველი თერაპია და არა ყოველდღე მისაღები. არ შეიძლება უთხრა ადამიანს რომ ბისაკოდილი გამოიყენო ყოველ დღე, რადგან კი ძლიერი მოქმედება აქვს, სწრაფი მოქმედება აქვს, მაგრამ არ არის უსაფრთხო და რაც უფრო დიდხანს მიიღებ, მით ნაკლები ეფექტი ექნება. რაც უფრო დიდხანს მიიღებ, დამოკიდებულება ჩამოყალიბდება, ადამიანი ბისაკოდილის გარშე მე ვეღარ გავა კუჩში, ვეღარ გავა ტუალეტში, მის გარშე გახდება მასე დამოკიდებული და რაც მეტი დრო გადის, მაღალი და მაღალი დოზები დაჭირდება, იმიტომ რომ ნერვი შეეჩვევა ბისაკოდილის სტიმულაციას და განვითარდება ზარმაცი ნაწლავი. ზარმაცი ეს არნიშნავს იმას, რომ პარალიზი დაემართება ნამდვილი და ბოლომდე, თუმცა ზოგ შემთხვევაში ეგეც შეიძლება მოხდეს, თუმცა არასასურველია მაინც. აი ზუსტად ასეთივე არის სენა, სენა ძალიან პოპულარულია, სენას ჩაი ძალიან პოპულარულია, ესეც სტიმულანტია და ადამიანები არიან სენას იმედზე და ეს არასწორია. მიუხედავად იმისა, რომ სენა არის ჩაი და არის ბუნებრივი სტიმულანტია და სენაც იწვევს დამოკიდებულებას როგორც ბისაკოდილი და არ არის უსაფრთხო ეს მთლიანად. ნუ ზოგადად პირდაპირ ისე რომ თქვას რომ რაღაცას კონკრეტულს არ აშავებს, რომ ნუ გარდა იმისა, რომ შეიძლება პიგმენტაცია გამოიწვევს ნაწლავების, მაგრამ ასევე და ისიც შეიძლება რომ ნერვი დააზიანოს დროთა განმავლობაში, ესეც შესაძლებელია. ანუ რეალურად პრობლემები მოყვება ამას და დიდი პრობლემა მოყვება ის, რომ დამოკიდებული გახდება ადამიანი, ანუ დამოკიდებულს ხდის მე ადამიანი და აი ჩემ კომენტარებში ცხრიათ ხვდება ხოლმე რომ აი სენას სვა და როგორ დავანებო თავი, იმიტომ როგორც კი თავს ვანებებ, ისევ ჩემი შეკულობა ბრუნდება. კი, ასეა, იმიტომ რომ მასე დამოკიდებული ხდები. აი ამიტომ სენა კი უნდა მიიღო, უნდა მიიღო ოსმოსური ლაქსატივები, უნდა მიიღო მაგნიუმის ოქსიდი ან პოლიეთილენ გლიკოლი. ეგ არის სწორი მიდგომა. თუ გინდა ყოველდღე მიიღება და წლების განმავლობაში მიიღება, არა სენა, არამედ ოსმოსური ლაქსატივები. სენა არის სტიმულანტი. სტიმულანტი მოქმედებს ნერვზე. ნერვზე მოქმედება არ არის სასურველი. ჯამში ბოლოს შეიძლება ამან ნერვი დააზიანოს. მიუხედავად იმისა, ჩვენ გვეჩვენება, რომ სენა არის ბუნებრივი თან ძალიან იაფი და ამიტომ ღამე იღება ხოლმე ღამე ჩაისთან ერთ ჩაის ნაყენს და გონიათ რომ საქმე გააკეთეს, სინამდვილეში ასე არ არის სასურველი. და განვიხილოთ სხვაებიც, გლიცერინის სანთლები ძალიან ეფექტურია ასევე, ესეც ოსმოსური რექტალური აგენტებია, რომელიც ანუსიდან და შეიდოს მოკლედ ადამიანმა, ხო არა რაღაც დიდი და ძალიან ისეთი ბავშვებისთვის იყენებენ ხოლმე ხშირად, როგორც ბავშვების სანთლებს ესე ხო, როცა ვერ ასმევენ ხოლმე ზოგჯერ ან არ გამოდის რომ დაალევინო, ძალიან მალევე მოქმედებს, მაღალი ეფექტურობა აქვს იმ ბავშვებისთვის, განსაკუთრებით ვინც კუჩში შეკრულია, ხო და ზოგადად ეფექტური და უსაფრთხოა, ამიტომ ხშირად იყენებენ ხოლმე. ფსილიუმის საკუთარი დანამატი ასევე არის ეფექტური, ოღონდ დიდი რაოდენობით წყალთან ერთად უნდა დალიოს ადამიანმა და ხანგრძლივი მიღება საჭირო, ხანგრძლივად ძალიან უსაფრთხოა ფსილიუმის საკუთარი დანამატი და ბისაკოდილის სანთლებია კიდე, ბისაკოდილის სანთლები ძალიან ეფექტურია, მაგრამ არ შეიძლება მისი ყოველდღე გამოყენება დრო და დრო. და ოყნას რაც შეეხება, ოყნაც კი, ოყნა ძალიან ეფექტურია, ნუ ნატრიუმის ფოსფატის ოყნები სპეციალურად იყიდება და ჰიპეროსმოსური რექტალური ხსნარია ეს მოკლედ და ნუ ძველ დროში ახლა რა ნატრიუმის ფოსფატი პირდაპირ ჩვეულებრივ წყალს, თბილ წყალს იყენებდნენ ხოლმე და ისიც ეფექტური იყო, ოღონდ ოყნის იმედზე არ შეიძლება ადამიანი იყოს, მისი გამოყენება ხშირად არ შეიძლება, არ არის სასურველი, განსაკუთრებით შეიძლება დაზიანდეს ცირკმელები, ელექტროლიტური დისბალანსი გამოიწვევს და ამიტომ ყურადღება საჭირო განსაკუთრებით ასაკონებში, ამიტომ ოყნის გამოყენება ხშირად არ არის რეკომენდირებული. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, სრულად მოვიცავით პრინციპში შეკრულობა და შეკრულების მკურნალობა
მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.